ეს ბრძოლა რა თქმა უნდა არ არის მარტივი, მაგრამ ძალიან მიხარია და დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას. ესეთ ნაბიჯებს დგავს. არ არის მარტივი, მაგრამ გარანტირებულად მოვიგებთ, იმიტომ რომ პირველი, იმიტომ რომ მართლები ვართ, ცამდე მართლები ვართ. ისტორიაც ვიხარეს. არ შეიძლება 309 და 308 და 300 პარლამენტარი წერდეს, რომ კეზერაშვილი არის მედია პერსონა და დევნილი და ასე შემდეგ. არ შეიძლება რომ ამდენივე პარლამენტარი ამბობდეს, რომ პოლიტპატიმარია მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ სააკაშვილის გამოშვებაზე დგას დემოკრატია და ასე შემდეგ. არ შეიძლება შავზე თეთრს წერდნენ და არ შეიძლება ჩვენი არჩევნები, რომლებიც იყო სრულად ლეგიტიმური, სრულად ეს აღიარა ყველა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ, არ შეიძლება რომ ამაზე თქვა, ესე იგი შავზე თეთრი და აქედან გამომდინარე, რადგან სიმართლე ჩვენ მხარეზეა, რადგან სრულად დაუმსახურებლად არ მოგცეს სტატუსი, მაშინ და მისცეს მოლდოვას და მისცეს უკრაინას, სადაც ყველა პარამეტრებით, აი რამდენი პუნქტი რაც იყო, გინდა მსოფლიო ბანკის ინდიკატორებით და გინდა სხვა დათვლითი ორგანიზაციების ინდიკატორებით, ყველაფერში უჯრედობდით, იქნებოდა ეს სასამართლო თავისუფალი გამოხატვის თავისუფლება, ცენზურა, ასე შემდეგ და ასე კორუფცია და გამჭვირვალეობა და ყველა პარამეტრში უჯრედობდით, უკრაინას რა თქმა უნდა და მოლდოვას ჯობდით და უჯობდით. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ესე შანტაჟის ენით შავზე თეთრი ხო, ანუ შავზე თეთრი დააჯერო ადამიანს და უთხრა არ გამოვა თან. მეორე მხრივ ედგე იმ ძალას გვერდით, რომელსაც ხალხი ყავს გაუპატიურებული აქ. არჩევნების ლეგიტიმურობაზე რო კიდე საუბრობთ,